იტალიელმა მოცარელა მარკეტინგულ იმპერიად აქციეს. ფრანგებმა უბიანი ყველი დელიკატესად. მაშინ როცა ჩვენ გვაქვს 14 ენდემური ჯიშის სიგიჟე ყველი, რომელსაც მეცნიერები დღეს ფენომენს ეძახიან. ჩვენ კიდე გლეხურად მოვიხსენიებთ და ხაპაჭურით ვატავთ. ჩვენ მიდიხარ და 30 ლარს იხდი რაღაც სვეტსკობებში, ფხვნილებში, ჩია თესლებში, მაშინ როცა მაცივარში გიდევს პროდუქტი, რომელიც ცილით, ბიოშეღწევადი კალციუმით და ასევე ცოცხალი მიკრობიომით ნებისმიერ უცხოური ჯიშის ყოლს ჯიბეში ჩაისვამს და დააძველებს. დღეს მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი ქართული 6 ყველის ჯიშის სახეობას დაგანახებ არა მარტო არაამქვეყნიურად გემრიელ პროდუქტს, არამედ ინსტრუმენტ შენი ჯანმრთელობისთვის და გამოვარკვოთ რომელი მათგანია საუკეთესო შენი ძვლობისთვის, საუკეთესო შენი კუნთებისთვის და რომელი მათგანი კლავს ისე რომ შენ არ ციცი. დავიწყოთ ყველაზე პაპსა იმერული ყველით, რომელიც გარდა იმისა რომ იმერეთის სიამაყეა თან ძალიან გემრიელია, თავის დიდი პლუსები აქვს. ის ეკუთვნის 100 რენეტის ოჯახის ყველს, რაც ნიშნავს რომ მასში შრატი ბოლომდე დაცლილი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ იმერული ყველი ასევე სავსეა ფოსფატის და კალციუმის იდეალური ბალანსით. ასევე გაძლევს ცილას 100 გრამზე დაახლოებით 15 გრამს. ეს არის გასაღები შენი კალციუმი და ძვლებისთვის. ერთი ნაჭერი საშუალოდ მოზრდილი იმერული ყველი გაძლევს კალციუმის საჭიროების უკვე მესამედს. დღისთვის სიგიჟე ყველია. თან მასში 60% დაახლოებით არის წყალი, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია ერთი ნაჭერი მოზრდილი იმერული ყველი შეჭამო, ემოციურად დანაყდე და ამასობაში ყველებს შორის ყველაზე ნაკლები კალორია მიიღო. 100 გრამზე დაახლოებით 300 კალორია. მაგრამ ზოგჯერ იმერული ყველის წყლიანობა არის სწორედ მისი სისუსტე. ის იდეალურად ინარჩუნებს ძვლებს, მაგრამ შენ კუნთიც ხო გჭირდება. აი ახლა გადავედით ყველზე, რომელზეც იტალიელები სომხებივით იბრალებენ, ეგ ჩვენ გავაკეთეთო, მაგრამ ჩვენ გვასწავლიან ეგენ იმაგას. აი აქ შემოდის ჩვენი საყვარელი როგორც მეგრელები იტყვიან სულუგუნი. ეს არის ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე რთული და გენიალური პროდუქტი. ეს არის პასტა ფილატა. როგორ მზადდება? იღებ ჭყინტ ყველს, დაახლოებით 70-80 გრადუსზე აცხელებ და იწყებ მის გაფრთხილებას. აქ ხდება ორი ჯადოსნური რამ. პირველი დენატურაცია. კაზეინის ცილა, რომელიც მასშია, განიცდის დეგრადაცია. სწორედ ამიტომ ის ბრტყელდება, იცვლის ფორმას, კარგავს სითხეს, ესეთი ფენობრივი სტრუქტურა სულგუნს სწორედ აქედან აქვს. და მეორე კონცენტრაცია, როგორც თქვით, გაბრტყელების პროცესში გამოდის ზედმეტი სითხე და რჩება სუფთა ცილა. 100 გრამი ხარისხიანი სულგუნი გაძლევს დაახლოებით 25 გრამ ცილას. ანუ იმდენივეს, რასაც საქონლის ხორცი მოგცემდა. ამის გარდა სულგუნი სავსეა ლეიცინით, ამინომჟავით, რომელიც შენი კუნთის ზრდის ჩამრთველი ერთ-ერთი მთავარი სიგნალია. და ესეც საკმარისი არ არის. სულგუნი არის მისწრება ლაქტოზის აუტანობის მქონე ადამიანებისთვის, გარდა ნაცვლად იმერულისა. იმიტომ რომ როგორც თქვით, ამ პროცესში გახურების წყლის გამოდევნის პროცესში ასევე ლაქტოზა დეგრადაციას განიცდის. ნაწილობრივ, ამიტომ ადამიანები, ვინც ვერ სვამენ რძეს, სულგუნს ჩაოლებრად მიირთმევენ. ეხლა არ წახვიდე და მთელი ორი წველა სულგუნი არ ჭამო და მე არ შეიბერო და არ თქვა მისტერ ნუტრიცია მითხრაო თუ ლაქტოზის აუტანობა გაქვს შენ თვითონ გასაზღვრე რამდენ ყველაზე და როგორზე ხარ კომფორტულად. იმერულ ყველს რომ შევადარებთ ის ცოტათი კალორიულია 100 გრამზე მომცემს დაახლოებით 320 კალორიას. ეხლა თქვით რომ სულგუნი მზადდება დაახლოებით 80 გრადუსზე, რაც ნიშნავს რომ ბრძე გადის პასტერიზაციას, ანუ სტერილურად სუფთაა, რომელიც სწორია და ასევე უსაფრთხოა, მაგრამ შენ ცოცხალი მიკროფლორის გამოყვებაც ხომ გინდა. სწორედ აქ შემოდის ყველი რის გამოც ახლა ყველა მსხვერზე ხელი უნდა მოვიჭიროთ, იმიტომ რომ გუდის ყვენის დროა. ბევრისთვის ეს სუნი არის კოშმარი, მაშინ როცა ჩემთვის ეს არის ნამდვილი ფარმაკოლოგიური შედევრი. ფუ ცხვრის სუნი აქვს კაცი, არის ზუსტად მტკიცება რომ ეს ყველი ცოცხალია. დააკვირდი, რატომ ქვია გუდის ყველი? იმიტომ რომ ის მზადდება სპეციალურად ცხვრის გადამუშავებულ ტყავში, გუდაში, რომელიც არის იზოლირებული გარემო, თუმცა მცირედით მაინც სუნთქავს. აი ამ გარემოში იქნება ანაერობული უჟანგბადი გარემო, სადაც ხდება მისი დავარგება, დაძველება. ამ დროს ცოცხალი მიკროფლორა, ბაქტერიები, ლაქტობაცილები და ველური ბაქტერიები, რომელიც შენი საჭმლის მომნელებელი სისტემის მკვლევია, იხარებს, ცოცხლობს. სწორედ ისეთ ბაქტერიები, რომლებიც ქვაბში ან პლასმას სასავში ვერ გაიხარებენ, ანუ ეს არის ნამდვილი ბიორეაქტორი, მაგრამ მხოლოდ ტყავის და გუდა ვერაფერს უზამდა, რომ არა მისი შემადგენლობა. თხის ყველი, გუდის ყველი მზადდება რძისგან, რომელიც მიღებულია ცხვრის ალპურ ზონებში 2000 მეტრზე მაღლა ყვებავი ბალახით, რომელიც სავსეა კონკრეტული ცხიმოვანი მჟავით და აქ მივედით პარადოქსთან. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ესეთი რძე შეიცავს CLA-ს, ანუ კონიუგირებულ ლინოლენის მჟავას, რომელიც ვიცით რომ არის კარგი ცხიმი. მას შეუძლია დაიხმაროს ორგანიზმს დამარაგებული ცხიმოვანი მასის მოცილებაში.
პარადოქსია, მაგრამ ნამდვილად ვიცით, კარგი ცხიმი ებრძვის სულ ცხიმს, მაგრამ ეხა ის არ გაიგო, რომ მთელი წვალა გუდის ყველი ჭამო და მე მის საქართველოს გავხვდებია. არა, მე ვიძახი, რომ ეს ცხიმოვანი მჟავა მნიშვნელოვანია შენი მეტაბოლიზმისთვის სწორ კონტექსტში. თორე ისე საკმაოდ კალორიულია გუდის ყველი, 100 გრამზე მაძლევს დაახლოებით 390 კალორიას. ალბათ იცოდე, რომ როცა მიდიხარ და ყიდულობ გუდის ფორმის ყველს, რომელიც პოლიეთილენის პარკშია გახვეული, ოღონდ ზემოდან დიდი ასოებით აწერია. ბუდა, მე ვიყო. ეგ არ არის გუდის ყველი, ეგ არის მკვდარი ყველი. იმიტომ რომ პლასმასში, უკეთესად პოლიეთილენში დაძველებული გუდის ყველი, ეს არის მკვდარი ყველი. იქ არ ხარობს კარგი ბაქტერიები, არამედ ლყება. ამიტომ ყურადღებით იყავით წადი იპოვე ფერმერი, რომელსაც ენდობი, გამოაგზავნინე ოჯახის წევრებს ან კომპანია, რომელიც გუდის ყველსაც მიირთმევ და ორგანიზმს შეავსებ ცოცხალი მიკროფლორით. მაგრამ თუ გუდის სუნი შენთვის მაინც სოფლურია და უფრო სისვეცკეებისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ ეხლა შემოვიტანოთ საქმეში ქართული სვეცკური ყველი, რომელსაც ცოტა განსხვავებული მოსვეწყო სუნი აქვს. ეს არის ჩვენი გმირი დამბალხაჭო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული იშვიათი ტექნოლოგიის და სიგიჟე ყველი საქართველოში, რომელიც ერთადერთი ყველია ქართული კულტურიდან, რომელიც გადის ობისმიერ ფერმენტაციას. ეს არის ქართველების პასუხი ფრანგულ კამამბერზე და იტალიურ გორგონზოლაზე. ოღონდ ბევრად უფრო ძველი ისტორიით, უბრალოდ იმათმა ქართველებს რა თქმა უნდა მარკეტინგში გვაჯობეს. ჩვენ მარტო ეს შეგვიძლია. ეხლა სისვეცკის გარდა რა უპირატესობები აქვს დამბალხაჭოს? იწყება მზადებით. მარილში გამოყვანილი ხაჭოს კვერცხის ფორმის გუნდები ჯერ მზეზე შრება, შემდგომ ინახება ქოთანში და თიხის ქოთანში ცივ გარემოში ძველდება. აქ წარმოიქმნება უბის სოკოს კეთილშობილი ბაქტერიები, რომლებიც წინასწარვე იწყებენ ამ ყველში არსებული ცილების და ცხიმების გადამუშავებას. ამას ნუტრიციოლოგიაში ვეძახით წინასწარმონელებას. ანუ ეს ობი წინასწარ ინელებს იმ ამინომჟავებს და ცილებს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის მერე ექსტრემალურად მარტივად მონელებადი და შეწოვადია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს ყველი საკმაოდ მძიმეა. აბა, ჩვენი წინაპრები, გიჟები კი არ იყვნენ ფშავ ხევსურეთში დამბალხაჭო გამოიყენებოდა როგორც წამალა. როცა ადამიანს საჭმლის-მომავალებელი სისტემის პრობლემები ექნებოდა, დამბალხაჭოს აჭმევდნენ. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი რეაქტორი, ანტიბიოტიკი და ამასობაში პრობიოტიკი, ანუ კლავს სუბბაქტერიებს და ავსებს შენ ნაწლავის მიკროფლორას ცოცხალი, საჭირო ბაქტერიებით. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ მცდელობაზე დამბალხაჭო ვჭამო, რომ მეშველებაო, წადი ექიმთან გამორკვე პრობლემა და ამასობაში ცოდე რომ ცოტა სოყვებმა მიჩვევა იცის. ის დაუცვილი ერბუში შემწვარი დამბალხაჭო ძალიან გემრიელია, მაგრამ ძალიან კალორიულია. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით დამბალხაჭოზე. ცალკე დამბალხაჭო 100 გრამზე დაახლოებით 280 კალორიას მაძლევს. მაგრამ ზოგჯერ შენს თუ ადამიანი ხარ და სისვეცკეებით იღლები და გინდა მამაპაპური, ისეთი ყველი, რომელიც იუნესკომ აღიარა არამატერიალურ ძეგლად, აქ შემოდის ყველაზე გახვეწილი, ლამაზი და ყველი, რომელიც კეტო დიეტის მეფეა. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშია ტენილი ყველი. აბა, შეხედე ერთი ამის სტრუქტურას. დახვეწილი ვიქტორია სეკრეტის მოდელივით სწორი, ლამაზი, ყველი, რომელიც მე ნაღებშია ამოვლენილი. მე ამ სწორ ლამაზ ყველს იღებენ და ტენიან ქოთანში. სწორედ ამიტომ ქვია ტენილი. ეს ისეთი მაგარი ტექნოლოგიაა იუნესკო რო ჩამოვიდა რომ შეხედა ხო არ გადააუბრე ეს ძეგლიაო და დადგა. ეს არის ყველაზე ცხიმიანი და კალორიული ყველი საქართველოს ყველის ისტორიაში. 100 გრამზე გადავს დაახლოებით 450 კალორიას. და ეხლა ვითამ ნუტრიციოლოგები გამოვიდნენ და იფიცებიან რომ ყველი ცხიმი და ისე რა ქვია ეშმაკი ბიძაშვილები არიანო, მაგრამ ცხიმი არის შენი თავი მტერი, შენი თავი მტერია უმოძრაობა. ჩვენ წინაპრები ამ ტენილ ყველს რომ ჩაიტენდნენ, მერე კი არ ისხდნენ, TikTok-ს შროლავდნენ და მარტო მარჯვენა ხელს ავარჯიშებდნენ, არა, ფიზიკურად აქტიურები იყვნენ. თან როცა ესეთ ბომბს იღებ კალორიების, ცილის და ცხიმის, ბევრს ვერ ჭამ. შენი მადისმარ რეგულირებული ჰორმონები ცაშია და ამ ყოლის ჭამის მერე აღარ გინდება ჭამა დიდი ხანი. ეს იყო სწორედ უპირატესობა ჩვენი წინაპრების უმეტეს მაღალმთიან რეგიონში. ამასობაში რასაც ჭამ, ცოტას ისიც ძალიან გემრიელი და სასიამოვნოა. ანუ ტენილი ყველი არის ხანგრძლივი სტაბილური ენერგიის წყარო და სწორედ ამიტომ ტენილი ყველი შეგვიძლია მივიღოთ კეტო დიეტის ქართული ვარიაცია. ანუ ამასობაში ძალიან ძვირია და ეხლა როგორ არ იქნება ძვირი თურმე იმ ხელა პროცენტებს უმატებენ მარკეტინგული საცალო მაღაზიები. მარკეტი, საცალო მარკეტინგი, არა მარკეტი, რომ მიდიხარ, რომ იღებ და რა ძვირი იღებს, მაგას გულისხმობ. ანუ გვაქვს კალციუმის მეფე, იმერული ყველი, ცილის მეფე, სულგუნი, გვაქვს ცოცხალი მიკროფლორა, მიკრობიომი, როგორც გუდის ყველი და დამბალხაჭო და სტაბილური ენერგია, როგორც ტენილი ყველი ვერ უშავ უბრალოდ ვერსად. მაგრამ საჯდება ეხა ამ ყველაფერში ჩვენთვის ყოველთვის ცნობილი ქარხნული ყველი. საჯდება და კაცმა არ იცის საჯდება. უბრალოდ მნიშვნელოვანი იცოდე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ქარხნული ყველის შესახებ. პირველი უპირატესობა. ქარხნული ყველი არის
სუფთა პასტერიზებული რძით მიღებული ყველი. რაც ნიშნავს, რომ 72 გრადუსზე გადიზრდა პასტერიზაციას, სანამ ნებისმიერი ქარხნული ყვალი დამზადდება, რომელიც ნიშნავს, რომ სტერილურია, სუფთაა და უსაფრთხოა მით უმეტეს ორსული ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის ქარხნული ყვალის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ბრუცელოზის, სალმონელას რისკი ამ ყოლში არ გვაქვს, რომელიც როგორც წესი ყოველთვის გვაქვს ყოლში, რომელსაც გარეთ ვყიდულობთ მაღაზიების მიღმა. დაბალი, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. ამასობაში უნდა დააკვირდე ეტიკეტს. თუ აწერია ძროხის ძის პასტერიზებული რძე, კალციუმის ქლორიდი, ბაქტერიოლოგიური დედო, ძის შემადედებელი ფერმენტი, ეს ნიშნავს, რომ ეს ყველთან ყველაზე სწორი და მიახლოებული ფორმაა. მაგრამ ზამთარში, როცა ძროხა ნაკლებს იწვევება, შეიძლება ნახო, რომ გამოიყენებოდეს ქარხნულ ყოლის მზადებაში რძის ფხვნილი, რომელიც აღდგება მერე წყალთან ერთად, კარახთან ერთად, რომელიც ცუდი არ არის, მაგრამ იცოდე უბრალოდ რა შეიხდი ფულს და განსაზღვრე გიღირს თუ არა მისი ყიდვა. და მესამე, სად არის ახლა საერთოდ აქ პრობლემა? სად არის საფრთხე? იქ რომ ზოგჯერ იაფასიანი ქარხნული ყველი მზადდება არა რძისგან, თუ აწერია გლეხური, ყველის მაგვარი, ნაერთი ნიშნავს, რომ დამზადებულია იაფასიანი მცენარეული რძისგან, ზოგჯერ პალმიზეთებისგან, ზოგჯერ მარგარინისგან და აქ შემოდის საფრთხე ტრანსცხიმის, რომელიც მხოლოდ რისკია შენი ჯანმრთელობისთვის, კეტავს უჯრედს, იწვევს ანთევით პროცესებს, ამიტომ ჯობია ეგეთი ნაგავი საერთოდ არ იყიდა. რომელიც დაფიქრდი ახლა, როგორ უნდა ღირდეს 1 კილოგრამი ქარხნული ყველი 12-15 ლარი. როცა 1 კილოგრამი ყველის ამოსაყვანა დაახლოებით 10 ლიტრზე გჭირდება და 10 ლიტრზე თვითღერებულება იმაზე მეტია, ვიდრე ყველის. გამორიცხულია. ამიტომ განსაზღვრე რას ყიდულობ, ხშირად იაფასიან ყველს ჯობია იყიდო ღირებული ყველი და ჭამო ცოტა. და ამასობაში ყველის სარგებელზე ვისაუბრეთ, მაგრამ საქართველოში უმოძრავ ადამიანისთვის ნაჯერი ცხიმების, ცხოველური ცხიმების, რომლის წყარო ყველია, მიღება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამიტომ გირჩევნია ცოტა ჭამო, ფულსაც დაზოგავ, ხარისხიან შეჭამ და ჯანმრთელობასაც განიმჯობესე. მაშინ როგორ განსაზღვრო რომელი ყველი ვიყიდო? ერთი როგორც ხარ წაიკითხე ეტიკეტი და მეორე დადა ტაფაზე. ცეცხლზე ნამდვილი ყველი იწყებს დადნობას და ასევე იწელება, მაშინ როცა ყველის იმიტაცია კი არ ძნება, უფლიანობს. გამოყოფს გამჭვირვალე სითხეს და რეზინისებრი მასა ხდება. ამას იმიტომ გემოვნები რომ არ მგონია შენ სხეულს როგორც ნაგვის მანქანას ისე უყურებდე, თორე აქამდე არ უყურებდი ხან ვიდეოს. სწორედ ამიტომ ეხლა გეტყვით დაპირებულ ყველის შეჯამებას, მაგრამ ყურადღებით იყავი ვიდეოს. ბოლოს ამ შეჯამებაზე უფრო მაგარი ბომბა გელოდება. ესე, რო იცოდე. რომელი ყველი ავარჩიოთ? რომელი და გააჩნია? ისთვის გინდა და ასევე გემოს გააჩნია, რომელიც სუბიექტურია და მაგაში არ ვერევი. თუ გინდა ძვლების ჯანმრთელობა და სიმკვრივე, იმერული ყველი, თუ ვარჯიშობ და გინდა ცილი სუფთა წყარო, სულგუნი, თუ გინდა შენი მიკროფლორა გამოყვება, მაშინ ბუდის ყველი ან დაბალხაჭო და თუ გინდა სტაბილური ენერგიის ბომბა მიიღო, მაშინ ენილი ყველი. თუმცა ეხა აქ რაც მოგიყევი, ეს არის მხოლოდ აისბერგის წველი. ჩვენ განვიხილეთ 5 ენდემური ჯიშის სახეობა. ყოველის როცა ჯამში 14 გვაქვს. სწორედ ამიტომ ახლა ამ QR კოდს დაგასკანერებ, გადაგიყვანს ვებსაიტზე, რომელშიც დარეგისტრირდები და შემოგიყვან ჩვენ სივრცეში, სადაც ყველა ყველის განხილვა დაგხვდება, რა დროს უნდა მიიღო, როგორი წარმოება, კალორიული ნორმა, როგორი აქვს, რა უპირატესობები აქვს ბისთვის, არ შეიძლება. ეს ყველაფერი დაგხვდება ამ ლინკზე, თუ ახლა ტელეფონით უყურებ, TikTok-ის მერე, შემთხვევით YouTube-ზე შემოყვედი და ვერ ასკანერებ, მაშინ ლინკი ნახე, რომელიც აღწერაში დაგხვდება, დარეგისტრირდი, შემოგეხმიანებით, შემოგიყვან სივრცეში და განახებთ, როგორ უნდა მიიღო მინი კურსზე წვდომა და ამის მიღმა უამრავ მინი კურსზე ჯანსაღი ყვების მიმართულებით, რომელიც მიზანთან აუცილებლად ახლოს მიგიყვანს.